კულტურები ერთმანეთისგან ცხადია განსხვავდებიან. განსხვავდება ქართული შვედეთისგან, კოლუმბიისგან, პერუსგან და ასე შემდეგ. რითი განსხვავდება? ვიღაცა იტყვის, რომ ქართული ან კოლუმბიური ხასიათით არა. ეროვნული ხასიათი, თუმცა ასეთი ტერმინი საკმაოდ პოპულარული იყო 60-იან წლებში. მე უარი იყო ამაზე, იმიტომ რომ თითოეულ კულტურაში ძალიან ბევრი ხასიათია. და ერთი არის დადგენა რა არის ნამდვილი ქართველი და ნამდვილი ალბანელი, პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ სამაგიეროდ არსებობს გარკვეული ღირებულებები, რომელთა იერარქია განსაზღვრავს ასე ვთქვათ ნორმატულ კულტურას. რომ საქართველოში არ ვიცი ფასობს კარგი მეზობელი იყო, ხოლო გერმანიაში მაგალითად პუნქტუალობა. ორივე ღირებულება და განსხვავებულად ფასობს. ამას კიდე დაუბრუნდებით. ასე რომ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კულტურების განსხვავებულობაზე და კულტურების ტიპოლოგიაზე. ქართული კულტურა ბევრი რაღაც გავს სხვა კულტურას, ბევრი რაღაც განსხვავებულია. ისე როგორც პიროვნება შეიძლება რაღაცა ტიპოლოგიაში მოათავსოს. ყველაზე ძველი ტიპოლოგია ჰიპოკრატეს მიერ შემოთავაზებული, რომელიც როგორც ამბობენ ჯერ კიდევ ეგვიპტელებისგან ისესხა ტემპერამენტების ტიპოლოგია არსებობს. ადვილად აგზნებადი და დადებითისკენ მიდრეკილი ადამიანი სანგვინიკი. ვინითხრათ ყველასთვის ცნობილი ანიმაციური ფილმი და წიგნი, რაც თავარია რა ვიყოთ ვინი პუჰი, აი იქ არის სანგვინიკი, არის ვეფხვი. გახსოვთ? მელანქოლიკი, ანუ უარყოფითისკენ მიმართული და ძნელად აგზნებადი არის ვირუკა ია. ქოლერიკი სურო ჯუჯღუნებს და ჭკუას გასწავლით უარყოფითისკენ და ადვილად აგზნებადი არის ურდღელი და ძნელად აგზნებადი და დადებითისკენ მიდრეკილი თვითონ ვინი პუჰი, ფლეგმატიკი. ეს არის ერთ-ერთი კლასიკური ტიპოლოგია, იმის გარდა არსებობს კიდევ ასეულობით და ყველა მათი მინუსი არის, რომ სუფთა სახით ეს ტიპები არის საკმაოდ იშვიათი, ისევე როგორც კულტურაში. ამიტომ მე როგორც პიროვნების ფსიქოლოგიაში, ისე კულტურის ფსიქოლოგიაში შემოვიდეს სხვა კლასიფიკაცია. მაგალითად, ეხლა არსებობს ეგრეთ წოდებული ხუთკომპონენტიანი მოდელი, რომ არის რაღაცა სკალა მინუსები და პლუსებამდე, მაგალითად ერთს ვიტყვი, აღარ დაგამძიმეთ ტერმინებით და რაღაცა ექსტრავერსია, ინტრავერსია. ერთმანეთს გაგებულია. ექსტრავერტი არის ადამიანი, რომლის ინტერესები ძირითადად მიმართულია გარეთ, საზოგადოებისკენ, ბუნებისკენ და ასე შემდეგ, ხოლო ინტრავერტი არის ადამიანი, რომელიც ძირითადად თავის თავზეა ორიენტირებული. ფიქრობს, ვინა ვარ, რა ვარ, რა არის ჩემი ადგილი სამყაროში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ 100%-იანი არ არსებობს არც ერთი არც მეორე, ასე სპეციალური კითხვარი, რომელსაც შეგვიძლია ეს კაცი არის მაგალითად 70% ექსტრავერტი და 30 ინტრავერტი, რაღაც ასეთი. და ასევე არის კულტურების მიმართ. ანუ ეხლა დღეს მე შემოვეპარებდი ბატონი გერტ ჰოფსტედის არის ესეთი ჰოლანდიელი
მკვლევარი და რახან ჰოლანდიელების პატრონაჟის ქვეშ ვართ, ასე ვთქვათ. მას დავუწყო რამდენიმე წუთს, რომელიც შემოგთავაზა კულტურების კლასიფიკაციის თავისი სქემა. ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება კულტურისა არის ეგრეთ წოდებული ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი. რა არის ეს? ინდივიდუალისტურ კულტურებში, რომელთაც მიეკუთვნება ყველა ანგლო-საქსონური კულტურა, ანუ ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და შემდეგ, აგრეთვე ჩრდილო ევროპის, სკანდინავიის, პროტესტანტული ტრადიციის ქვეყნები, სადაც საზოგადოების ერთეული არის ინდივიდი, პიროვნება და მისი უახლოესი ოჯახის წევრები, რაც იცავს უახლოესი, მეუღლე და შვილები. ძმები, მშობლები, დები და ასე შემდეგ არ შედის აი ამ ერთეულში. ეს არ ნიშნავს, რომ არ უყვართ თავისი მშობლები და ძმები და ასე შემდეგ, მაგრამ ის ცალკე ერთეულია. მაგალითად, მე თუ ვარ ამერიკელია, არ ვიცი, ფინელი და შვილი მყავს, შეიძლება ყოველდღე ვაძლევდე ჯიბის ფულს, $5 და არ ვეკითხები რაში დაგარწევს. იმას შეიძლება ნაღინი იყიდოს იმითი, ან დააგროვოს და მე ველოსიპედი იყიდოს. მისი პირადი საქმეა. ჩემი ფუნქცია არის, რომ მივცე როგორც შვილს რაღაცა დახადა. აი ბიუჯეტი არის უკვე მისი საქმე. თანაც ბიუჯეტი არის ძალიან ისეთი ინტიმური რამე. აშევილი არ მოყვება. ჩემ მეგობარი სან-ფრანცისკოში არის დიდი საავადმყოფოს ქართველი დიდი გამოფილების გამი, ანუ ისე რაც კი შეიძლება რომ პრაქტიკოსმა ექიმმა მიაღწევს უმაღლეს დონეს ეგ არის რა. მე მიდის უკვე ადმინისტრირება, რაც მას არ უყვარს. ხო და ერთი პაციენტი ყავდაო არმიის მაიორი. რაც რეაბილიტაციის გადიოდა და დავნაკაცნითო. და ხშირად ზეიმობით გასაავადმყოფოს დიდი პარკია. ამ კაცმა მომეკვა თავისი ისტორია, ის რომ ცოლმა უღალატა, ამის მერე გაშორდა, ძალიან გამიზდიდი ვაბცალები ყავა, მე ვიღაცა გავეჩინეო და რაღაცა იმისთან სექსი არ გამომივიდაო. მე კიდე ვიღაცა გავეჩინე, იმასთან გამომივიდაო. მე ცოლს შეურიგდიო, იმასთანაც არ გამომივიდა. ამას მოკლედ ბოლო 5-6 წლის მანძილზე ვისთან გონია ამ კაცს ურთიერთობა თავისი დეტალებით, ასე ვთქვათ, რა შედეგი და ასე შემდეგ ვიციო. და ერთხელ ვეკითხები რა ერქვა ჯეიმს მაგალითად. ერთი რა მაინტერესებს ჯეიმს ბატონო ჯეიმსი. აი ამერიკის არმიაში მაიორს რამდენი აქვს ხელფასი. So დიდი თვალები გააკეთა all your this too intimate question. ანუ ეს უფრო ინტიმურია ვიდრე სექსუალური ცხოვრების საკმაოდ ესეთი ძლიერი დეტალები. ეხლა ამ საწინააღმდეგოდ ინდივიდუალისტური კულტურები ეს არის კულტურები, სადაც საზოგადოების ერთეულს შეადგენს ჯგუფი. ან დიდი, ან პატარა, ამრივ არის განსხვავებული. დიდ ჯგუფებზე ორიენტირებული კულტურები არის მაგალითად ჩინეთი ან რუსეთი. ნუ რუსეთს უკეთესად ვიცნობ გეტყვით, ეს რას ნიშნავს, რომ სხვა ადამიანები ეს არის აღქმული როგორც ჩემნაირი თანასწორი და
ჩემი თანასწორი ინდივიდები, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვქმნით საკმაოდ გაურკვეველ, მაგრამ ქმნილი ცნებას, რასაც ქვია ხალხი, ნაროდი. და ამიტომ რუსეთში ვინც ყოფილა იმედია დამეთანხმება, რომ მაგალითად უცხო ადამიანმა შეიძლება მოგმართოს ტრანსპორტში რატო არ იღებ ბილეთს. ან შეშვილს არასათანადოდ აცვიან ძალიან თბილად, ან ძალიან თხლად და ასე შემდეგ, რაც მაგალითად გამორიცხულია საქართველოში, ხო, ძალიან შეშვილს მიხედვით. თუ ქუთაისში არ ხარ დამყოფი. იქ შეიძლება იგივე რამე? ხო, იქ ტემპერამენტი ასე ვთქვათ. ხო, მე დამავიწყდა მეთქვა, რომ ისევ გუშინდელ ფორმატში მინდა უფრო ძნელია სხვა ის არის სივრცითი ორგანიზაცია დღევანდელი. თუ კითხვა გამიჩნდება, არ დამეთანხმებით, ან დამეთანხმებით, ან კომენტარი მოგიგდათ, ხელი აწიეთ და შემაწყვეტით. ჩემთვის ეს პრობლემა კი არ არის, პირიქით მიხარია. ეხლა უახლოვდებით საქართველოს. ინდივიდუალურ და კოლექტიურ კულტურებს შორის. ალბათ ისაა თავისუფლად ხარები და ყველაზე მარტივი ფორმულირებით ასე თავადობრივი დახასება ის ძალიან და შემდეგი რომ ინდივიდუალური კულტურების დამახასიათებელი ინდივიდუალური მასშტაბური დაყვანა გარკვეული საკითხების კოლექტიური კულტურების უფრო კოლექტიურ მიზეზებზე საუბრობენ და კოლექტიურ პასუხისმგებლობას მოიაზრებენ ამათი საკითხს. ეს ისეთი პრობლემის როგორც ერთ პარტიებში უფრო კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია და აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად საუბარი ახალმა რომ სანამ კოლექტიურ პასუხისმგებლობად არ მოიაზრებს თითოეული ადამიანი პარტიებიდან ბრძოლას, მაშინ ძალიან რთული იქნება ვითარების გაუმჯობესება. და ამიტომ არის ხოლმე ჯახი, რომელი უფრო სასარგებლო იქნება, რომელი მიდუნდა ძალიან ხშირად ლიბერალურ პოლიტიკებსაც ამ კონტექსტში აკრიტიკებენ ხოლმე. რამდენად სწორად ჩამოყალიბებულია, ვიცი, მაგრამ ალბათ ეს იქნება თვითონ. ხო, ну, აქამდე დაზოგადებული ინდივიდუალურ პოლიტიკურ კულტურებში ჯგუფის ინტერესები უფრო მაღლა დგას ვიდრე ინდივიდის. როგორც არის რუსეთში, მაგალითად რუსეთში ან საქართველოში, როგორც რუსეთიდან განსხვავებით, საქართველო არის ორიენტირებული მცირე ჯგუფებს. და კულტურის წამყვანი ღირებულება არის ურთიერთობა. განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურებისგან, სადაც მრავალი ღირებულება არის საქმე. შეიძლება განსხვავოთ საქმეზე ორიენტირებული ადამიანი ურთიერთობებზე თუ კიდე არის თქვათ რაღაცა ბუდისტური ტიპის კულტურები, სადაც საკუთარი თავის გაუმჯობესება შეიძლება ამას თავი გავაკეთოთ. ეხლა რაც შეიძლება პატრიარქას და ეგეთი კონკრეტულ რაღაცებს მეუბნება იმედია რომ გახდება უფრო ნათელი. ანუ საქართველოს ეს არის კულტურა, სადაც საზოგადოების ერთეული არის მცირე ჯგუფი. ჩემი მცირე ჯგუფი არის დაახლოებით 400-500 ადამიანი, რომელიც მოვა ჩემპანაშვილს. და უფრო ვიწროდ ეს არის 120-ია შეიძლება ზუსტი დარჩება კეთებს. გუში ჩვენ ვილაპარაკეთ სუფრაზე, როგორც ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ბაზულ რიტუალზე, მეორე არის პანაშვილი, რომელიც ფაქტურად არის ჩვენიანების შეხვედრის რეგულარული ადგილი. ვინ არის ჩვენიანები? მე ვხმარობ ესეთ ტერმინს
დავარქვით, ან ვირტუალური სოფელი, ან ნოსტრია. ლათინური სიტყვიდან ნოსტრა ჩვენიანი. ბატონო? Cosa nostra ჩვენი საქმე. ასე რომ აი წარმოგიდგენთ თქვენი ახლობლები ვინ არიან. ეს არის პირველ რიგში, რომელსაც აღარ არის ლაპარაკი, ნათესავები. ეს არის მეზობლები, ეს არის მეგობარ-ნაცნობები და ეს არის თანამშრომლები. აქედან ესე იგი ფაქტურად ყველა ქართველი აქ 4 იდენტობის მატარებელი, მეზობელი, ნათესავი, მეგობარი და რა ვთქვი, თანამშრომელი. გამოგიტყობის თანახმად უფრო ფასობს მეგობრობა და თანამშრომლობა, ვიდრე ნათესაობა და მეზობლობა. თუმცა ამ ორგანიზმებში, მეზობლებშიც და ნათესაობებშიც ქცევის ნორმები გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე იმ ორში. და რატო არის ასე? იმიტომ რომ მეგობარის ან თანამშრომლის არჩევაში მეტი თავისუფლების ხარისხი. ნათესავის ვინ იქნება ჩემი, არავინ არ მეკითხება, ისევე როგორც მეზობელს. არის და არა. და მეზობელს უნდა მეზობლობა ვთქვათ, არის ის რომ რაღაცა ნორმები უნდა შეასრულოს, რომ იყო კარგი მეზობელი. რომ საღამოობით რაღაც ბიჭაზე იდგე, უცვამდე და ლაპარაკობდე პოლიტიკაზე. განსაკუთრებით სხვა ქვეყნის. ხო, საერთოდ და რა გვეშველება. ხო, ეს საინტერესო კითხვაა და ჩემი და სურვილი და მიზანი არის რომ ეს კითხვა აღარ დაიწყოს, იმიტომ რომ არაფერი არ გვეშველება, სანამ ამ კითხვას სვავ. გაკი, ანუ ეს ვირტუალური სოფელი რატო დავარქვი? იმიტომ რომ თვითკმარი ერთეულია. ანუ აი ამ მცირე ჯგუფს ყავს თავისი ექიმი, თავისი დიდი კაცი, თავისი პოლიციელი, ვიღაცები, რომელსაც მიმართავ პირველ რიგში თუ გაგიჭირდა რაღაცა და იმისი საზოგადოებრივი ვალდებულებაა, რომ დაგეხმაროს თავისიანი რაღა ხარ. ესე იგი მე თუ ამ თქმიდა კვილი არ მივიდიო რაღაცა ადენტ რაღაცა პირველ შეხვედრას კლინიკაში არამედ ურეკავ ზიანერებს ის ურეკავს ზიანეიდა ბელას და დეიდა ბელა მიიღებს მე ან ურიგოს ან პასუხს ან უკეთეს ჟერს მიგეთეს მოკლედ მისთვის მე ვარ უკეთესი ადამიანი ვიდრე სხვაები რომლებიც ელოდებიან დერეფანში იმიტომ რომ ვარ ზიანერების ჯგუფის წევრი. ანუ ეს ჯგუფები რაღაცნაირად გადადიან ერთი მეორეში და იქნება ქართული საზოგადოება. ჯგუფური ნორმები არის გაცილებით უფრო ქმედი ვიდრე თქვა კანონი ან რამე სხვა ნორმები და ძალიან ეხლა გუშინ ინგლისში არ მინდა რომ რაღაცა დინობიტი და გადამეტებული კრიტიკა და დაბრალდეს ძალიან კარგი ფსიქოთერაპიული საშუალება. იმიტომ რომ საქართველოში ეკონომიკური ჯანდაცვის მდგომარეობის და ასე შემდეგ მიღებით საშუალო სიტუაციის ხანგრძლივობა უნდა იყოს გაცილებით ნაკლები, ვიდრე რეალურად არის. და ამისი ერთადერთი ახსნა არის ის, რომ ჯგუფური ურთიერთობა, მეგობრული ისე მეზობლად ასე შემდეგ, არის კარგი ფსიქოთერაპიული საშუალება. მე მასოს კი არა ერთ-ერთი გამორჩეული მოგონება საქართველოში იყო ჩამოსული ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამაარსებელი კარლ როჯერსი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ჩაატარა ჯგუფური თერაპიის ძალიან საინტერესო
სეანსი, სესია თუნებოდ და მე როგორც ეს დარიგია წავყვანეთ რესტორანში თავისი სუბრით, საფუძვლობით და ასე შემდეგ. და მომენტალურად დაიჭირა არსი. და ასეთი რამე თქვა, რომ ის რისთვისაც შევქმენი მე ჩემი სისტემა, თქვენ პირდაპირ კულტურაში ჩაგდებით. ანუ ის არის მისი თეორია ურთიერთობაზე ორიენტაცია, ურთიერთგაგება და ასე ბევრი რამე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს გვაინტერესებს. მაგრამ ცხადია, რომ მისთვის უცხო გაუგებარი დარჩებოდა ის, რომ სრულიად სხვა დამოკიდებულება გვაქვს ის, რაც ამერიკაში ან და მსგავს კულტურებში თავისთავად იგულისხმება. დამოკიდებულება საქმის მიმართ. ერიხ ფრომი ლევანმა ახსენდა გუშინ გამოყოფს ასეთ სიყვარულის ტიპებზე ლაპარაკობს და დასავლურ საზოგადოებას ძალიან გვეთრად და კაცრად აკრიტიკებს ხო ჯერ ვეტყვი რა დედობრივი სიყვარული არის უპირობო ჩემი შვილია მორჩა და გათხოვდა მიყვარს მარტო ამბობ მამობრივი სიყვარული პირობითად ეს არის სიყვარული როგორია მეყვარები მაშინ თუ იქნები ასეთი თუ არა და არ მეყვარები პირობითად იმიტომ რომ მამობრივი სიყვარული შეიძლება დედასასწაულზე ბებიას რაში და ძალიან და მაგალითია მოვიყვან ასეთს რომ რომელიღაც კოლეჯში სასწავლებლად ბევრი ეროვნების წარმომადგენლები აღმოჩნდა რომ უნარებით ყველაზე გამორჩეული ჯგუფი ეროვნული არის ებრაელები და იტალიელები. მაგრამ ებრაელები სწავლობენ ძალიან კარგად, იტალიელები ძალიან ცუდად. და რომ ბატონო და რომ ჩაუღრმავდნენ აღმოჩნდა რომ ებრაელ ბავშვს ეშინია რომ თუ ცუდად ისწავლის დაკარგავს შორლების სიყვარულს. და იტალიელს არ ეშინია. ბატონო? უპირობო სიყვარულია და ვიგობ ნაცნობი სურათია, ხო? ეხლა ჩემი შვილია მორჩა და გახდა. ჩემი ერთი მეგობარი რაღაცა სახელმწიფო სტრუქტურაში რაღაცა ისე ეჭირა რა. პოსტი ეხლა ჩამოვიდა რაიონიდან დიდი დელეგაცია გვიშველი რამოთა რამაზი ციხეში ზის. რამაზი ვინ არის ამის რაღაცა შორეული ნათესავი. და რაზაზისო რაზად შეუვარდა ვიღაცა სახში მიაბა სკავზე უთო ჩართო და დაუთავები სად არის ფულიო აიტაო მაუნთხო რომ სადაზის იქ უნდა იჯდესო ხო ცხადია არა შენიანია ესე იგი უნდა დაეხმარო ანუ ეს არის სწორედ დედობრივი სიყვარულის დომინაცია ქართულ კულტურაში. ანუ ფრომი როგორც იხარით აკრიტიკებს ძალიან დასავლურ საზოგადოებას მამობრივი სიყვარულის პრიმატისთვის, სადაც ადგილი არ რჩება ასეთ ემოციების ულტიმატიზმისთვის, არის ყველაფერი რაციონალური და სასწორზე აწოდილი და ალბათ მართალია, მაგრამ არის ოდავებით, მაგრამ ოსეთოში არ უწერია ამის შესახებ, რომ გადამეტებული დედობრივი სიყვარული არანაკლებ აუნებელია საზოგადოებისთვის, ვიდრე მამობრივი. ჩვენ ვართ დედობრივ სიყვარულის ატმოსფეროში, როდესაც ჩემი ჯგუფის წევრია, ესე იგი იმ თავითვე უკეთესია ვიდრე სხვა ჯგუფის წევრები. ამის მაგალითები ძალიან ბევრია, დაწყებულია თბილისის ექიმიდან, რაც მოგახსენეთ. და ეს სერიოზული ფაქტობრივად გადამწყვეტ გავლენას და ამას არტყამს ჩვენს კულტურას.
ეს მცირე ჯგუფი რამდენიმე ასეული ადამიანისგან შევიდა როგორც ვითხარი თვითმარი ერთეულია გადადის ერთი მეორეში და ხნის ქართულ საზოგადოებას და ეს არის პრაქტიკულად ჩამოყალიბებული სადღაც არ ვიცი ადრე როგორი მართალი ვთქვა ეთყობა ჩამოყალიბებული ძალიან დიდი ხნის წინ მაგრამ ეს მცირე ჯგუფები იყო ფიზიკურადაც მცირე ჯგუფები იმიტომ რომ ცალ-ცალკე სოფლები თემები და ასე შემდეგ რომელსაც ერთმანეთთან ჰქონდა ძალიან ცოტა კონტაქტი ძალიან დამახასიათებლად მიმაჩნია ის რომ საქართველოსთან პრაქტიკულად არ ყოფილა ემიგრაცია ну იყო თქვა იძულებითი შაჰაბაზმა რო გაყარა ვიღაცები წაიყვანა ფერეიდანში და ასე შემდეგ ვახტანგ მეექვსის სოციალ ძინეცოდია ადრესს ელიტა წაიყვანა რუსეთში და დაიგარდა პრაქტიკულად ახალმოურავის გარდა აი ისე ბატონო ჩამოხდა ესეც გავიგეთ და ახლა მოძა და კარგული გვეკონა მაშინ მოგესროლა და თანხმოვანი ჩამოხდა თვითონ აი ფაქტობრივად ქართველი წასული საზღვარგარი თვით რევოლუციის ოქტომბრის რევოლუციის მერე როდესაც დაიგრა ქვეყანა და ყველა ვისაც შეეძლო წაღად მოადროდნენ მიდიოდა საზღვარგარეთ და შექმნეს დიასპორები არა საქართველოსთან წავიდა ძალიან ცოტა ანუ საქართველოს ესე იგი აი ეს პატარა ჯგუფი მცირე ჯგუფის პატრონაჟი არის იმდენად გამძლეარი ყოველ შემთხვევაში იყო რომ მისი დატოვება ქართულს ძნელად წარმოუდგენია ემიგრაცია საქართველოსთან დაიწყო საბჭოთა კავშირის მერე მეცას ვიტყვი 50-იანი წლების გვიანი 50-იანი წლების 60-იანი წლებში როცა მოკვდა სტალინი და გაჩნდა ახალი ცხოვრების წესი, თამაშის წესები, რომელსაც ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით. ეხლა მაგრამ ისტორიულადაც ასეა, რომ აი გემზე ასული ქართველი მე არ გამიგია. ზღვაში გასული. ზღვის ქვეყანა ვარ, ზღვის კერძი რო არა აქვს. ზღვის კერძი არ აქვს, ზღვის იმის კერძი რისგანაც უნდა გააკეთო, იმის სახელი არ აქვს. ხო, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზღვასთან ცხოვრებ ხალხს არ აქვს დელფინის, მედუზის, ბარაბულიკის, კეფალის და თავისი სახელი. მდინარის თევზის რამდენიც გინდა, ზღვის არა. ისევე როგორც თქვა, ნავი არის ბერძნული სახელი, ხომალდია თურქული და ასე შემდეგ. ორი გვეშინდა ამ ზღვის. ბატონო? ეს ამაში უნიკალურები არ აქვს, თქვა ბულგარელები, რუმინელები და ასე შემდეგ, აგრეთვე ნაკლებად სერავდნენ ზღვის ტალღებს. ბატონო? ხო, გასაგებია, ეხლა ესეთი რა კი გასაგებია, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკურად არანაკლები გაჭირვებულები არიან, მაგალითად პოლინეზიელები, რომელთაც მთელი წყნარი ოკეანე კარგოდ ეხლა სხვა საკითხია, მაგრამ ასეა თუ ისე არ აინტერესებდათ რა. აი ვარ ჩემ თემში და ეს არის თვითკმარი ერთეული ჩემ სოფელში. კი როგორ არის? თუმცა ამ ზანებით ქართულების ემიგრაციაში წასვლის შესახებ. ამიტომ გითხოთ ჩამოყალიბდა რამდენიმე მომენტი წავიდნენ საქართველოსთან და მანამდე მასიური გასვლა ეს იყო 1867 წლის შემდგომ, როდესაც ქართველებმა დავიბრუნეთ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კონკრეტულად აჭარა. ამის შემდგომ მოხდა 10,000 ადამიანის გასვლა ოსმალეთის იმპერიაში, ეს მუჰაჯირების სახელით არის ისტორიოგრაფიაში ეს მომენტი და
შემდეგ როდესაც შეიცვალა საბჭოეთის წავიდა რუსეთი ჩამოშორდა საბჭოთა კავშირის დამთავრდა დღეს რა სიტუაცია ხარჯარაში იქაური ნათესავები და ადგილობრივი აჭარბული წარმომადგენლები ძაფებს ისევ აბამენ და საერთო ბიზნესებია და ეს მართალმადიდებლებს თუმცა მოხაჭირება არ იყო თლად ნებაყოფლობით რამდენადაც ვიცი რუსები არა ნებაყოფლობით იყო იმ მომენტისთვის როდესაც ამბობდა და რუსებმა აფხაზეთთან მთელი მუსლიმური მოსახლეობა ფაქტურად ძალიან აბა ეს ნაწილი როგორ დაჭრეს მუსლიმური მოსახლეობის მაშინ კარგი გეთანხმებით რომ არა მაგრამ ამ შემთხვევაში შორი მარტივი აი რასაც ქვია ესეთი ავაზონისტული სული ხო რომ ინგლისელებს და ჰოლანდიელებს ესპანელებს და ასე დაჟინგებს და რიგინგები და ხო და ნახე რა ხდება ну ასეთი რამეებში ცოტა რა და თანაც ეს მუხაჭირობა ყოველ შემთხვევაში მე არა ვარ ამის სპეციალისტი და ვიცი რომ არ იყო ნებაყოფლობა ალბათ შეიძლება მეშლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხალხურ ნარატივი ჩემნაირი ხალხისთვის ეს არის რუსეთის პოლიტიკა რომ გაყაროს რაც შეიძლება მეტი მუსლიმი სხვაგან იყო მე უგასრავად თუ უიცი ისტორიულ დეტალებში დარჩენა საშუალო ხონდა მაშინ ისიც ხაშური ძალიან საინტერესოა ჩემი თანამშრომელია თამთა ხალვაში აი სხვა პოზიციაზე ხო იმას აქვს ძალიან საინტერესო ნაშრომი რომელიც აჩვენებს როგორც ცვლის ეკონომიკური კი არა ну ნებისმიერი რეჟიმი კულტურულ ტრადიციებს როდესაც აღდგა ნათესავებშორის სარკში აღმოჩნდა რომ ქართული მხარე არის საშინელ უკმაყოფილებაში და რომ იმათ აღარ იციან ურმარელის კულტურა რასაც მე კიდევ დავუყურებ და ალბათ ისინიც არიან უკმაყოფილო ოღონდ არ ვიცით რითი ხადი ბატონო ხადია ხო ისიც ფაქტია ყველაზე გვიან ფაქტი ადამიანი ინახულებს საჭირის კი აბსოლუტურად მართალი განდებით რომ შეიძლება ენა დაკარგოს ყველანაირი იდენტობა მაგრამ ტყემალი და ხაჭაპური ბოლომდე ეღვარება ქართულს სად ვიყავით ემიგრაციის არარსებობას მაგრამ უყურეთ ეხლა დღეს ქართული საზოგადოება მე ხლა გადავხედე პროგრამას და ემზარ ჯერენაიაც ალბათ ამის შესახებ ვილაპარაკებს უფრო დეტალურად მაგრამ ერთი თქვა რომ ქართული დღევანდელი ესე იგი ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის პერიოდი ქართული იდენტობის ჩამოყალიბებისთვის ეს არის 60-იანი 80-იანი წლები გასული საუკუნის. როდესაც ხდება სტალინი და საქართველოში მომენტალურად ინგრევა კომუნისტური ღირებულებები. რადგანაც ეს კომუნისტური ღირებულებები ესე იგი სტალინი უყვარდათ იმდენად რამდენად სტალინი მამულია და არა იმიტომ რომ სოციალიზმი და როგორც კი მოისმო და მე ხრუშოვი როდესაც სტალინი უქმით აწევებდა და თავში მეთქვაყნებდა რაღაცა პომიდორებზე სვამს ჩიბურს ეგრევე გადაიქცა ხალხის პრატას ქართული ხალხის რაც გამოიხატა 56 წლის გამოსვლაში რომელიც საშინელი ტრაგედიით დასრულდა და აი ეს გაგვეთილი ქართველებმა მე ვიტყოდი ზედმეტად კარგად შევითვისეთ რომ ამ რეჟიმთან არ შეიძლება თამაში არ უნდა ჩაერია პოლიტიკასა და იდეოლოგიაში მაგრამ შეგვიძლია მოატყუო ეხლა სტალინის სიკვდილის მერე მოხდა ძალიან სერიოზული ფაქტიურად რევოლუცია მოხდა საბჭოთა რეჟიმში კერძოდ ის რომ ძალაუფლების უმაღლეს დონეზე
უშიშროების ადგილი დაიკავა პარტიულმა ნომენკლატურამ. და ამისთვის ამ ნომენკლატურამ გაიღო გარკვეული ფასი. ანუ ესეთი უთავბოლო კი არა და ყოველგვარი უკანონო და ასე შემდეგ რეპრესიები მოისპო და გარკვეული ლიბერალიზაცია მოხდა რეჟიმის. რამე რომ ფაქტიურად სახელმწიფომ დაჰყო მოსახლეობასთან დაუწერელი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აკეთე რაც მინდა, აკეთე უკანონობა, აკეთე ფული, მაგრამ ცოტა იცოდე არ გახვიდე ზღვარს, ასე ვთქვათ, ოღონდ არ ჩაერიო პოლიტიკასა და იდეოლოგიაში. და ჩემი აზრით პირველი ვინც ეს აითვისა ახალი თამაშის წესები იყო საქართველო. და დაიწყო არნახული აყვავება ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციისა. 60-80 წლებში საქართველოს ეს იყო ჩემი აზრით ჩვენს ისტორიაში ყველაზე უდარდელი პერიოდი. როდესაც იყო ფულის კეთების უამრავი საშუალება, როდესაც კომუნიზმი არავის არ ადარდებდა, ეს იმ ფონზე, რომ საქართველოში იყო ყველაზე მაღალი პროცენტი პარტიის წევრებისა და ყველაზე მაღალი პროცენტი ბიჯებში ფსიქიკური აშლილობისა. რატომ? იმიტომ რომ ამ საკითხებთან ჯარისგან გასათავისუფლებლად. ხო, და ერთ ჩემი ნაცნობი საერთოდ ისეთ დიაგნოზს ჩაუწერეს, რომ უნივერსიტეტში არ ეღებოდა. თეთრი ბილეთი იყო საერთოდ. ანუ ესეთი ძალიან ერთი ანეკდოტი იყო მაგდროინდელი, რომ ესე იგი ერთ პოლუსზე საბჭოთა კავშირში იყო ბალტიისპირეთი და მეორეზე საქართველო და კავკასია ცოტა მოგვიანებით. სადაც სხვა წესები იყო. იმაზე სადგურზე აცხადებს ისა, ну, ის აცხადებს, რომ მატარებელი თბილისი ალიმი გადის მეორე ლიანდაგიდან მატარებელი გაივლის საბჭოთა კავშირს. ანუ იგებოდა რომ ისის და ესეც რაღაც სხვა ბალტიისპირეთზე არ შემჩნევია, მაგრამ საქართველოში შემილია თქვა რომ იწერებოდა, იდგმებოდა და იღებოდა ისეთი ნაწარმოებები, რაც წარმოუდგენელი იყო სხვაგან. რატომ? იმიტომ რომ საქართველო იყო პატარა და დიდ ხიფათს არ წარმოადგენდა მთელი საბჭოთა კავშირისთვის. გაცილებით უფრო სუდად იყო საქმე მაგალითად უკრაინაში. ხატვას რომ დაეხატა პურის ხანა და ცა იჭერდა ლამის, იმიტომ რომ არის ეროვნული დროშის ფერები. აქ მაგალითად დუმბაძის რომანში, რომელშია მარადისობის კანონის ვარდები, მღვდელი არის გამოყვანილი დადებით პერსონაჟად. რაც შეუძლებელი იყო სხვა. აქ იბეჭდებოდა პასტერნაკები, ლოტმანები, ვიღაცები, რუსებს შეეძლოთ აქ ციგნის გამოშვება და მოკლედ კომუნისტური ღირებულებები აბსოლუტურად მტრად იქცენ რაღაცა გამონაკლისების გარდა იდეური კომუნისტი 60-იან წლების მერე საქართველოში არ არსებობს. თუმცა პარტიაში შესვლა ეს იყო აუცილებელი ერთ-ერთი კარიერული თავშესაფარი იყო. რა თქმა უნდა, ну, თამაშის წესი იყო რა ეხლა. და ჩამოყალიბდა ხო ეს საქართველოს მოხვედრა საბჭოთა კავშირის ნებისმიერი მოქალაქისთვის იყო ოცნება, ну, თბილა, იაფი, ღვინო, ხალხი, თბილი და ბატონო იმას პინწდებია. ანუ სუფრასთან ამცირებლად მოხდა. ხო, სუფრასთან და მოგვიყვება ისე. მოკლედ ისინი ჩამოვიდა, ой, და იმაზე ხეზე იზრდება ესა რა ქვია მას დაფნის ფოტოები. რაც ჩემ თვალსაჩინო ერთი რუსისთვის იყო რაღაცა გაოცების აი ფულიან
ხერო დაინახო და ახლობით ასე ბორში კი არია რაღაც ხო მანდარინი უოი რაღაც მოვლენ და წავიდა ფულის კეთება კეთდებოდა ასე რომ მაგალითად მამაჩემი იყო ბორჯომის ქარხანაში რაღაც და დირექტორმა დემონსტრირება გაუკეთა როგორ კეთდება ფული დიდი სტელაჟი თუ რაღაცა სადაც არის ცარელი ბოთლები ამ ერთი ფეხი გამოკრა და ტონების თელი ბოთლები ჩამოვარდა და დაიმსხვრა და მე ვუთხარ რომ ამას გავაფორმოთ როგორც სავსეს ცარელი ბოთლები ის მოკლედ ძალიან ბევრი და ზოგადად ძალიან დახვეწილი წესები იყო წესები კი არა როგორ წვენებში თუ მუშაობდი, ცნობილი იყო, რომ ძალიან ბევრი ფული და მე იმ წვენებით დაიძაბლა მთელი ქალაქი რაღაც სიმბირში. ისე რომ რამდენი ადამიანი დახვრიტეს კიდევაც და რა მე გადავიდა მთელი ეს იმაში მატყალში. თევზის ალბათ ეგეთი ანეკდოტი იყო, რომ თაში დაიწყეს წყერის კონსერვის გამოშვება. ხოდა ჩადის რევიზია და მართლა წყერის კონსერვატები ცოტა ცხენის ხორცს უმაგდეთ. რამდენს უმაგდეთ? არა, ყველაფერი პატიოსნებო. ერთი წყერი, ერთი ცხენი. და ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ, კარიერის კეთების, ასე ვთქვათ, სამი და წარმატებული საზოგადოების წევრისთვის სამი გზა. პირველი ეს არის პარტიული ნომენკლატურა, სადაც ფული იყო ნაკლები, მაგრამ სამაგიეროდ იყავენ დაზღვეული ყოველგვარი ცხოვრებისეული უბედურებებისგან, დადიოდი საზღვარგარეთ, დადიოდი საუკეთესო დასასვენებლო ადგილებში და თუ მოხსნიდნენ კიდევაც იშვებდნენ სინეკურას ოლოდე რაღაცა სინეკურას თბილადს რაღაცა კვლევითი ინსტიტუტში თქვა იდეოლოგიური გამოკვლევის უფროსი თქვა ეს ერთი მეორე იყო ეხლა არის ჩევერი ჩრდილოვანი ეკონომიკა სადაც ადამიანი ეწევა საბჭოთა კანონით აკრძალული მეწარმეობას რომელსაც კაპიტალიზმთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა, იმიტომ რომ კონკურენციის ნაცვლად, კონკურენცია რას ნიშნავს, რომ გააკეთო მეტი და იაფასო, აქ პირიქით, რომ მეტი კი, მაგრამ უფრო ძვირა და უხარისო. სტრატეგიის გეგმები რო ორდენდებოდა მაგალითად. ხო, ესე იგი აკეთებდნენ მაგალითად ის არის გეგმიური ეკონომიკა შეიძლება გამოუშვა სიტყვაზე 100,000 წვრილი ფეხსაცმელი. თუ გამოუშვებ მარტო მარცხენას 200,000 გეძლება რომ გეხმაგახ შესრულებელი და ასე იგზავნე. ეს იყო ჩრდილოეთი და მესამე შავი. ანუ ქურდული გზა, სადაც ქურდი კანონიერი იყო მიღებული წევრი და ინტეგრირებული საზოგადოებაში. და იყო ასე რომ თავისუფლად შეხვდებოდით სუფრაზე, თქვათ რაიკომის დივანს, ვიღაცა წვენების მაგნატს და იქ ვიღაცა ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს და მაგრამ დადმაკაცებლები და ერთმანეთის სადღეგრძელოების საქართველოს სადღეგრძელო სასწავლია სვამდე უნიშნოში. და ჯერ კიდევ 90 წლების დასაწყისში შემზარავი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 80% უფროსკლასელებისა ბიჭები ამბობდნენ რომ მინდა გავხდე ქურდი, ხოლო გოგოების 60%-მდე ქურდის ცოლი. იმერეთის რეგიონში უფრო ისტორიოდა რა ჩოხატაო. კაცი მოკლედ ამან გამოიწვია ის რომ ესე იგი ლიბერალური თავისუფლების ხარისხი მეტი იყო, ფული მეტი იყო
და ამას ჩდება ქართლის იმიჯი დანარჩენ საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით რუსეთში, როგორც ყოვლის ქალების მოყვარულის ცხადია, იყო რომ ესე იგი ქართულს შეუძლია საწყლის გარეშე წყლის გარეშე შეუძლია ერთი დღე, საწყლის გარეშე ერთი კვირა, ხალის გარეშე არა უმეტეს 2 საათისა ეგეთი. ეს ერთი და მეორე ბევრი ფული, რომელიც ერთობს საეჭვო გზით არის ნაშრომი. რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის ყოველ შემთხვევაში ისტორიაში იყო ღარიბი ქვეყანა, დიდარი ქართველი იყო ძალიან ცოტა და არ ჩამოყალიბებულა ეგრეთ წოდებული სიმდიდრის კულტურა. და როდესაც ეს სიმდიდრე, მეტნაკლები სიმდიდრე საბჭოთა დროს ჩაუვარდა ქართლის ხელში, ეს ფული გადაიქცა ხარჯვის საშუალებად და არა კაპიტალად. და ამიტომ ქართლს უხარია ბევრი ფულის ხარჯვა სხვების დასანახად, რასაც ვერ იტანს რუსი. ეხლა ვთქვათ, იყო ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი ბირთვის ებრაელების მაფია, რომლებიც ამ ფულს არ აჩენდნენ. და ამიტომ ჩუმატებდნენ და უფრო ჭკვიანურადაც იქცეოდნენ. და ამ დროს ქართველი დარაგაია სმენდი რა მოკლედ. ყველა რესტორანში რუსეთში დიდ ქალაქებში ქართველები დომინირებდნენ, ისევე როგორც საწარმოებში, სადაც კამჩატკაზე ნახავდით რაღაცა საშუალო დონის მენეჯმენტის ქართველს, რომელიც იმაში აკეთებდა ამ ხომს. მე არ ვამბობ, რომ ცუდია, იმიტომ რომ იდიოტური ეკონომიკა იყო და თვითონ თავაზობლება გააკეთებდა. ამას ქართველები ახერხებდნენ. ეხლა უცებ სრულიად მოულოდნელად ეს შენი საბჭოთა კავშირი და აღმოჩნდა, რომ ამისთვის ვიყავით სრულიად მოუწოდებელი. განსხვავებით მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, სადაც დასავლური ტიპის იურისტების და ეკონომისტების მომზადება დაიწყო 5 წლით ადრე საბჭოთა კავშირის გაშლით. არავინ ამას არ ელოდა. და უცებ გამოიკვლა, რომ ყველა ვარ საშინელი პატრიოტი და საშინელი მართლმადიდებელი. ისიც არის ის, რომ არ ველოდით საბჭოთა კავშირის დაშლას, გამოიხატება იმ ეფექტი გამოხატულება ის ფაქტი, რომ არც ერთ პრაქტიკულად ქართულ წერილს არ აღმოაჩნდა მაგიდაში შენახული ნაწარმოები. ან თავისთვის მოწერა რა. როდესმე რაც უამრავი იყო ბალტიისპირეთშიც, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ასე შემდეგ და შუა აზიაშიც კი. აქ არის. პირველი ის იყო, რომ შეიძლებოდა ისეთი რაღაცების გაბეჭდა, როგორც თქვი, სადაც სხვაგან არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც დისიდენტური მოძრაობა საქართველოში იყო ძალიან სუსტი. იყო სულ 2 ჯგუფი და ორივე იყო, ერთი გამსახურდია კოსტავასი და მეორე ბერძენიშვილები და ვიღაცები, რომელთა იდეოლოგია იყო პატრიოტული. ანუ დამოუკიდებლობისთვის და არა დემოკრატიისთვის ბრძოლა. მაშინ როდესაც მთელი საბჭოთა დისიდენტობა, რომელიც მე სერიოზული ძალა გახდა, იყო სწორედ 2 ნაწილად გაყოფილი. ერთი იყო პატრიოტული და ანტისემიტური რუსეთში და მეორე უფლებადამცველი სახაროვის ხელმძღვანელი. სახაროვი იყო ფაქტურად უფლებადამცველი, სოლჟენიცინი უფრო პატრიოტული. ანუ მოხდა ის, რომ ძალიან გამოკვეთილი და ჩვეული ორიენტირები საზოგადოებამ დაკარგა. როგორ გავზარდოთ ბავშვი, აღარ ვიცი. ეს პარტია აღარ არის, ჩრდილოვანი ეკონომიკა არ არის და ქურდებიც ახლა ვაიგებს ვეღარაფერს ვერ იპარავენ. მოსაპარტიო აღარ არის. და აქ შემოდის მეორე პარამეტრი კულტურისა, რომელსაც ქვია გაურკვევლობის აცინება. ეგეთი თავისი ტერმინია, ის რას ნიშნავს, რომ დაცვა მომავლისგან.
ვიღაცას უფრო აქვს, ვიღაცას ნაკლებად, რომ მაგალითად გერმანელები იცავენ მომავალი ეს არის პრინციპულად არაწინასწარმეტყველებადი რამ, მაგრამ შეიძლება რაღაცა ზომები მიიღო, რომ კატასტროფა აიცინოს თავიდან. გერმანელებისთვის ეს არის კანონმდებლობა და ინსტრუქცია. ფაქტიურად ყველა შესაძლო სიტუაცია არის გაწერილი, როგორ უნდა მოიქცე. რუსებისთვის ეს არის რუსული მისია. რომ ჩვენ ვართ რჩეული და ანტიებრაელების ერი, რომელსაც რაღაც მისია უნდა გადავარჩინოთ მსოფლიო. აი საქართველოსთვის აგრეთვე რაც არ იყო ადრე, ეს გახდა მართლმადიდებლობა, ეს გახდა ის რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ვართ და ეგრეთ წოდებული ფატალისტური ოპტიმიზმი. ბატონო? იბერია გამიგის ესე ხო დალაგდება ეს ქვეყანა რა, როდესაც ისეთი. მაგრამ ჩემი მონაწილეობის გარეშე ამიტომ უნდა კითხო ვიღაცას რა გვეშველება. და უცებ სრულიად ათეისტური არარელიგიური საზოგადოებიდან გადავიქცეთ 85% ამბობს რომ ვარს ისა მართლმადიდებელი კარგი ხარ, მაგრამ ირკვევა რომ რეალური პრაქტიკული ეკლესიურობა არ აღემატება 12-15%-ს, სადაც ადამიანი ყველა ხო, ვიცავს რაღაც ესებს, რაც არსებობს. კაპიტალიზმის შემოსვლა საქართველოში ძალიან ის იყო მტკივნეული იმის გამო, რომ საქმის აწყობა დავიწყეთ მცირეჯგუფოვანი პრინციპით. ანუ ძმაკაცები, ნათესავები და ასე შემდეგ. და ნახევარი საქართველო გადააგდეს და ნახევარი საქართველო ის მეორე ნახევარი გადააგდეს. იმიტომ რომ ნათესავს ახლა ფულს ვეღარ მოთხო, როგორც ხდება და საქმე ჩაიშალა. მე დამკვიდრდა ვსება რომ ნათესავს საქმეში აღარ უნდა გაიგარდო. ო, აქავარ მე ხა დროის სიმცირის და მივდივარ სწორედ იქავე რა ხდება ეხლა. რომ ნელ-ნელა ცხოვრება გაჩვენებს რომ ტრადიციული ღირებულებები, რომელიც იყო აი 60-ან 80-ან წლებში და შეიძლება უფრო ადრეც, ადგილს უთმობენ ახალს. ერთ-ერთი არის დიდი მადლობა შეხსენებისთვის, რომ ნათესავი არ უნდა აიყვანო საქმეში. რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. რომ ესე იგი, უყურეთ ქართული დამოკიდებულება, საერთოდ ცნობილია კულტუროლოგიაში, რომ ფული, დრო და სისუფთავე ძალიან მაღლა ამ ღირებულებების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მაღლა კორელირებს. დროის ლოკუსი არის საინტერესო ცნება, რისკენ ახარ, რაზე ხარ ორიენტირებული. წარსულზე, აწმყოზე თუ მომავალზე. ინდივიდუალისტური კულტურები და დასავლეთი ძირითადად არის ორიენტირებული მომავალზე. და ეს კარგად შეასრულა რეკლამების კონტენტ ანალიზი რო გააკეთოთ. ქართული რეკლამის წამყვანი ლოზუნგი არის ძველი. ძველი ბორჯომი დაბრუნდა, ძველი ყავის და ძველი მილიონი ძველი ტრადიციები გრძელდება რაღაცა. ხო. დასავლური რეკლამა არის სულ ნიუ შეიცვალა შეფუთვა და უკვე კარგია. მარკეტინგული ხედვა. რაც შეიძლება აწმყოზე ორიენტირებას, მაგალითად ჩემს საყვარელი ავტორი გახლავთ ჯერალდ დარელი, ინგლისელი ზოოლოგი და შესანიშნავი მწერალი და ის აღწერს ასეთ სიტუაციას, რომელსაც აფრიკულ ქვეყანაშია ჩასული, რომ დაიჭიროს ისეთი ცხოველები ზოოპარკში ინგლისში. ხო და ჩადის და ადგილობრივ ცხოველებს ეუბნება მომიტანეთ ცხოველები გადაგიხდით ფულს. და თავიდან პირველ ერთ კვირაში ბევრი მოვიდა, ბევრი ფული მიიღეს და უცებ მერე შეწყდა ეს ყველაფერი. რატომ აღმოჩნდა რომ ეს მონადირე პოტენციური დამჯერია ცხოველის, სანამ იმ ფულს არ დახარჯავს, რაც მიიღო. აღარ მიიღოს. ხო. ეს არის აწმყოზე ორიენტაცია. აი ეს ნელ-ნელა იწვება. დროსთან დამოკიდებულებაც.
ამბობენ რომ ამერიკული 5 წუთი უდრის მექსიკურ 1 საათს. რას ნიშნავს? ეს არის ის დრო, რომლით დაგვიანებითაც უნდა თუ დააგვიანე ამ დროით უნდა ბოდიში მოვიხადოთ. მე გარკვეული გამოცდილება მაქვს გადაცემებში მონაწილეობისა და ამ ხრივ პროგრესი ნამდვილად არ არის. ადრე რო იყო 1 საათი, ისე იგი რომ დავიბარებდი 3 საათზე, 4-ზე ადრე არ იწყებოდა გადაღება და სუფთა თავმოუყმელობის გამო. სად არის ვასიკო? არ არის ვასიკო. კაბელი გამოჩნდა. და ვიღაცა სტუმარი, რომელიც აგრეთვე ნამდვილი ქართველია, აგვიანა. ბატონო, პირველ რიგში იყავით ალბათ. ბევრში ვიყავით. ყველგან ეგ და იგივე იყო. აი ეხლა ეს დრო შემცირდა სადღაც 15-20 წუთად. ჩვენთან ეხლა ეს. ნათესავი. ანუ ნელ-ნელა ურთიერთობის ნორმები ცოტა შევიწროვდა და შემოდის საფუძვლად. ცხადია, არა იმ ხარისხით, რაც დასავლური. მაინც ნელა შემოდის. ბატონო, მაინც ნელა შემოდის, ცხადია, უფრო, მაგრამ ეხლა ამასაც თავისი ფასია. ეხლა მე ერთ ეპიზოდს მოვყვები, როგორც შეიძლება შტაბის დილება მოახდინა და ალბათ თქვენზეც, მაგრამ ნუ აი ეს არის საბაზრო ურთიერთობები. ჩემი მეგობარი იყო სტუმრად გერმანიაში ძალიან მდიდარ ოჯახში. სადაც მამა ოჯახის ყავს 16-17 წლის გოგო, ისა ქალიშვილი და ყოველ თვეს აძლევს 2000 ევროს ჯიბის ფულად. და ეს გოგო ამ 2000 ევროდან 500 ევროს უბრუნებს მამას, როგორც თავისი ოთახის ქირას. ეხლა თითქოს აბსოლუტური იდიოტობაა, ხო? მიეწინა 1500. ხო, ბატონო, აჩვევს საბაზრო ურთიერთობებს, რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პრაქტიკულად ეს არის ერთადერთი 100%-იანი ანდაზა. ანუ რისი თქმა მინდა, რომ საქართველოში ნელ-ნელა ყალიბდება და არც თუ ისე ნელ-ნელა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენცია. ერთი მართლმადიდებლურ პატრიოტული, რომელიც მოგიწოდებს ტრადიციების დაცვას და ყველა უცხოურის რუსეთის გარდა უარყოფას და მეორე, ესე იგი, ერთ სტატიას დავარქვი ასე, ლეპტოპი და ჯვარი. ანუ ორი სიმბოლო აი ამ ორი ტენდენციისა, რომელთა შორის უკვე გამოიკვეთა კონფლიქტი და მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაღრმავდება ეს კონფლიქტი და უფრო ძაფრი გახდება. ერთი იყურება უკან, მეორე წინ, ერთი დასავლეთისკენ, მეორე აღმოსავლეთისკენ და უფრო ჩრდილოეთისკენ. და ნუ რახან აქავარდებ დემოკრატიის ბანაკი ქვია, თქვენთან გადაწყვიტოთ რომელ ტენდენციას მეეკუთვნებით, იმიტომ რომ სწორედ თქვენზეა დამოკიდებული რომელი გაიგრძნობს. ეხლა ისა ესე მარტივად არ გავყოფით, იმიტომ რომ მაგ გაყოფის საფუძველი თავისთავად არის განათლების დაცვა. ანუ ეს გაყოფა ხდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ განათლება ყოველთვის გაფორმალურებაა და ყოველთვის განზოგადება და რაღაც დეტალები იკარგება ცხადია. ხო, სათანადო განათლება როგორია თავისთავად სამსახიობო გავყავით ლეპტოპი და ჯვარი. არ არის ასე, რომ რამოდენიმე პიროვნებაზე აგებული რაღაცა ორიენტირებული მანკიერი ქრისტიანული იდეოლოგიები თვითონ სინამდვილეს არ შეესაბამება. მე არ ვფიქრობ. სინამდვილეში მოჯერებულებებში უფრო მეტი ლიბერალიზმი და უფრო მეტი თავისუფლება დევს, ვიდრე არა, რომ დევს ხალხი. ხო, ამას გამოხატვის ფორმაა უბრალოდ დამოკიდებული ცოდნის არქიმედის გამო. ეს ცოდნა, როდესაც ავა სათანადო დონეზე, მე ვფიქრობ, რომ მიუახლოვდება და უფრო მკვეთრად არ გაღრმავდება მათ შორის. მეტმა ის მინუს, მაგრამ სამხარო ცოდნაზე და ჭკუაზე არ არის დამოკიდებული იდეოლოგია. ეხლა ჰიმლერზე და აი ამ კანტორიდან ჭკვიანი და განათლებული ხალხი ძალიან ბევრი იყო, მაგრამ სრულიად კაცჭამბიური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ იყო. ასე რომ აქ სხვა მე ვიცი მაგალითად ძალიან განათლებული ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ სპეციალურად აინფიცირებენ ქალებს ვენერიული დაავადებებით და უშვებენ საქართველოში რომ მოგსხო.
მართლა განათლებულია და უჭყულ კაცის არ არის რა. არ არის სამწუხაროდ ეს განათლებაზე და ინტელექტზე დამოკიდებული. არის პიროვნების ეხლა პიროვნების არასრულფასოვანობაზე. დაცვის მექანიზმი. ხო და ერთი უკაცრავად რა, ერთ რამის ვიტყვი რომ ქართული სტუმართმოყვარეობაც რომელიც ძალიან ვამაყობდა საამაყოა, ეს არ არის ციდან მოსული. ეს არის დაცვითი მექანიზმი, როგორ ხდება იცით, ხა მაგალითად ყველაზე ამორალურად ითვლება, რომ ზიანი მიაყენო ქალის ბავშვებს და მოხუცებს. ხო? რატომ ქალები და ბავშვები გასაგებია, იმიტომ რომ თემის მომავალია, მაგრამ მოცულ მოხუცებს რატომ? იმიტომ რომ ეს ისტორიულია, ადრე მოხუცი ხდებოდა უსარგებლო მარტო ჭამელი, არაფერი არ მოხდა, ვერ ნადირობდა რაღაც ასე შემდეგ და ამიტომ ელემენტარულად ყლავდნენ. მიყავდათ უდაბნოში და იქ ტოვებდნენ ესკიმოსებთან, იაპონელებთან, ცნობილი ფილმი ამაზე, ლეგენდა ნარაიამაზე, თუ იმის ნანახი. და მე გამოიყვა რომ მოხუცი არის საჭირო, ვიკიპედია რა. ყველაზე მეტი იცის და ამიტომ დაფასდა. და მე ეს გადაიქცა უპირობო ნორმად. იმიტომ კი არა რომ ბევრი იცის, იმიტომ რომ მოხუცი. ეს ხდება სტუმართმოყვარეობასთანაც მიმართებაში რომ მტერი რომ მოგივარდება, ჯობია რომ დახვდე აჭამო ასვა და ნაკლები შანსია რომ ამოგჟუჟოს ბოლომდე. და მე ეს გადაიქცა თავისთავად ნორმად. მე გამაგებია ერთმა კასპელმა, რომელიც რაც მანქანაში დამემგზავრა რა, სადაც მივდიოდა დასაბრუნებლად თხოვა რომ გასპამდე გამოყვებიო და მომიყვა რომ 2008 წლის ომში ერთი ტანკი რუსების გაფუჭდა და დაეკარგა კავშირი სხვა ტანკებთან. და თელი სოფელი ერთი კვირის განმავლობაში აჭმევდა და ასმევდა, კაი დროს ატარებდა, მოქონდათ და დარაგოი რაღაცა, მტერი არა შემოგივარდა ტანკი სოფელში. და მე დაუმეგობრდი თავარ ტანკის და ვკითხე რა ისაო, ბრძანება რომ მოგცენო. დახრიტეს სოფელი ხო? ხო, ბაზარი არა, რა თქმა უნდა. მაგრამ წავიდა ძალიან ყვაყოფილი. ასე რომ ეს სტრატეგია ბატონო რა ხდება რაღაცნაირად საქართველოში ხოლმე ეს ქართველებს აი თქვენ წინა ამაზე რასაც საუბრობთ უკაცრავად თქვენი ძველი ხო მართლმადიდებლური ეკლესია არ არის მხოლოდ რუსული ეკლესიის ერთ-ერთი ნაწილი, ძალიან ბევრი ევროპული მართლმადიდებლური ეკლესია არსებობდა. მართლმადიდებლური ეკლესია საკმაოდ ლიბერალურია და დემოკრატიისკენ და სამართლიანობისკენ მიმართულია და არ გამოიცხოს, ანუ ეს ორი დემოკრატია და მართლმადიდებლობა, როგორც ერთი იდენტობის მაიდენტიფიცირებადი ნაწილი, არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. პირიქით შეშეშა არა ხო მე ვიორი დასუსტება მე რომ ამისჯიო ჯვარი ამ დემოკრატია ჩემთვის ორივე შეიძლება იყოს არჩეული თანაბრად არა იცი რა რა შეიძლება გავიხსნა ქრისტიანული ეკლესია ზოგადად წმინდა კათოლიკური და მართლმადიდებლური არის იგივე იერარქიული და დოგმატური. ეს არის ასები რომ აქცე მორჩა და გათხრა. და ამაში ვერ შეიტან ვერანაირი ეჭვს. ეს არ შეიძლება დემოკრატიულად ჩაიგდო. არა, უნიფორმიზაცია არ არის დემოკრატია შემოგდება. ხო, მაგრამ არტიკლად არტიკლად დარჩებითი ეგეც სადავა. ბატონო? ნამდვილად დარჩებითი რეალურად ეგეც სადავა. აქ მეორე ის არის ის რომ ქართველი ველსახურე მე არ ვარ როგორც არის რა როგორც სხვა მიმდინარეობა ქრისტიანობა, მაგრამ დავიდით რომ ველსახურთა მაღალი რანგის უმრავლესობა ამთავრებს სემინარიას და აკადემიას რუსეთში და დამთავრებები. და რუსული ეკლესია რაც არის ნუ პირდაპირ ფილიალი იყო კგბ-ში და ეხლა ფსბ-ს. და ეს არის უბრალოდ არაკონტროლირებადი არქი რუსული გავლენის. ხო, უკაცრავდება კონკრეტულ პოლიტიკაში ჩავიწერა ძალიან.
გასაგებია, ჩემი მოსაზრება არის ასეთი, შეიძლება ეს არ იყოს განცოგანო, არამედ ეს იყოს სუბიექტური მოსაზრება. როდესაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ აი მიმდევრობაზე, სხვა აი თქვენ ვთქვით მაგალითი კასპელის, ხო? და წინა საუბრებში კასპელის. ხო. არა კასპელის, არამედ კასპელის. ხო, ანუ ჩვენ ვრჩევით ქართველები მაყოფილები მაშინ, როდესაც ვიღაცა ცემთ პატივს. ჩვენი სახელი და დიდება რაღაცნაირად დაფასდება ანტაშით და ან იმით რომ გაგვიხსენებენ ოდესღაც. მაგრამ ამავე დროს ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რაღაცა იმაზე, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რაღაცნაირად იდენტიფიცირება საკუთარი თავის აი ამ მოვლენებში არ ხდება, არამედ ჩვენ ვართ განზე. განზე ვართ და უყურებთ ყველაფერს ამას, როგორც სხვები აკეთებენ და ჩვენ არ ვართ ამაში ჩართული. ანუ ეს როგორი არის თვითშეგრძნების რაღაცა ფსიქოლოგიური ზღვარი სადაც. ისიც რა არის ასეთი ცნება სოციალურ ფსიქოლოგიაში, რომელსაც ქვია კონტროლის ლოგიკა. ეს ნიშნავს რას? ვის აკისრებ პასუხისმგებლობას შენი ბედის მიმართ. ეს არის განგება, მასონები, რაღაცები, ვიღაც ბოროტები, კეთილები თუ შენ თავს. თუ შენ თავს ეს არის ინტერნალური ლოკუსის კონტროლი, თუ გარის ექსტერნალური ესოდები. და ნუ წმინდად ექსტერნალური ვარ და ეს ცნობილი ქართული გრამატიკული ფორმა შემომეჭამა და ასე შემდეგ არის ორი ამის მაჩვენებელი რომ მე კი არ მინდოდა, მაგრამ თვითონ ის ესე იგი რაღაცა ხდება, რა თქმა უნდა, იცვლება რაღაცები, აი მობილურები გაჩნდა, კომპიუტერები, მაგრამ ამაში მე არავითარ მონაწილეობას არ ვიღებ. და ვახსენე ოპტიმისტური ფატალიზმი. ხო, აი ეგეც მინდოდა. ესე იგი ფატალიზმი არის, როდესაც ხარ, ნუ egeti ბედი გვაქვს რა, მაგრამ კარგი ბედი გვაქვს. და ოდესღაც რაღაცა კარგი მოხდება. რაც ყველაზე სასაცილო მართლა ასე ხდება. იმიტომ რომ ის რაც ხდება ახლა მე მიმაჩნია რომ სწორი მიმართულებით მივდივარ და ყოველი შემდგომი ხელისუფლება ოდნავ ცუდია და ოდნავ კარგია ვიდრე წინა, მაგრამ კარგი ჯობს. და ნუ ბევრი რაღაცა მოხდა, ერთი მაგალითად ნუ გენდერული დისტანციის შემცირება. როდესაც ეხლა ეგ რო გეთქვა ერთი 25 წლის წინ რომ შეიძლება დამოუკიდებელი საქართველოს არსებობდეს და ქალი ყავდეს პრეზიდენტად, შეიძლება ხო რაღაც. ხო, ნუ სიცილად არ ყოფილა. ეხლა არ არის წარმოუდგენელი. არ არის როგორც აი გუშინ თქვი რომ ქალი 3-4 ქალი შევიდეს რესტორანში და დალიონ იქა და ეს არ ნიშნავს რომ მაინც მივა ვიღაცას და დაუწყებს ხელების პატურს, როგორც 100%-იანად იქნებოდა საბჭოთა ესე იგი გაუმჯობესდა საქმესთან ურთიერთობა, დროსთან და ასე შემდეგ. ანუ ჩემის აზრით მივდივართ საითკენ და ძალიან დიდი დისტანცია გავიარეთ უკვე. რა თქმა უნდა, ესე იგი ინტელიგენცია, იმის ინტელიგენცია რომ მუდმივად უკმაყოფილო უნდა იყოს. რომ არაფერი არ მოწონს, რაც ხდება და უნდა ყველაფერი უკეთესად იყოს. ნუ არ ხდება ასე. ახლა მე მაგალითად ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ყველა ქართული პარლამენტის მიმართ და ყველა პრეზიდენტის კი არის. მიმაჩნია რომ 4 და 3 იყო და არის ფსიქოპატი. ედუარდ შევარდნაძე უბრალოდ ეგეც არის თქვა კაცი, მაგრამ პროგრესი ნამდვილად არის და მე თვითონ ვარ უფრო ოპტიმისტი, მაგრამ არა ფატალისტური. და მიმაჩნია რომ აი მეც და თქვენს ვალდებულები ვართ რომ შევიტანოთ რეალური ხარება ამ შემთხვევაში არის აუცილებელი. რატომ ჩამოვიდეს ევროპას კარგი პრეზიდენტი? შესაძლოა არა, ეხლა პრეზიდენტი არ ვარ.